Ჩემთან დაზავება რატომ გინდა? საუბარია ვაჭრობაზე და არ გვინდა რომ ხელს გვიშლიდე. აშკარაა რომ დასაკარგი არაფერი გაქვს. სადაც არ უნდა წახვიდე, ყვალს ტოვებ. არ გვინდა რომ ეს კვალი შესამჩნევი გახდეს ან პროკურატურამდე და პოლიციამდე მივიდეს. ჩვენთან ერთად ფული შენც შეგიძლია იშოვო, მაგრამ არა 50%. მე ჩემი სიტყვა უკვე ვთქვი, ვაჭრობას არ ვაპირებ. მისმინე ჰალილ იბრაჰიმ. ყველა მარშრუტი შეცვლილია, ასევე შეცვლილია ყველა საცავის მდებარეობა, რომელ 50%-ზე ლაპარაკობ. ამიერიდან გროშსაც ვერ მიიღებ. კარგი ფიქრეთ. რასაც წავიღებ ჩემია, რასაც ვერ წავიღებ თქვენი. ესეც ზავია. ეს ზავი კი არა, ცეცხლის გახსნაა ჰალილ იბრაჰიმ. ყველა თქვენს პარტნიორს და თქვენს კავშირს გამაცნო, ყველაფერი ღიად და გახსნილად მოხდება. არ მგონია მსგავსი რამ შესაძლებელი იყოს. ამ შემთხვევაში შეთანხმებაც შეუძლებელია. კარგი, როგორც წინებებ. ბოლო ჯერ მინდოდა შენთვის რამე სასარგებლო გამეკეთებინა, ისე როგორც შენ ჩემი დისთვის პოლიციის განყოფილების კართან. ახლა მივხვდი აქ, ამიტომ ხარ. ანუ მამა შენს ან მის პარტნიორებს არ გამოგზავნია. არა, მათ არა. რამე საერთოდ თუ გამოვნახავდი, შემდეგ გავუზიარებდი. მე და შენ საერთო ნამდვილად გვაქვს ფიქრეთ. ზეინები. მაგრამ მათთან საერთო არაფერი გამაჩნია. ამიტომ არ გეწყინოს. ძალიან გთხოვ. კარგი, როგორც გინდა, მაგრამ გაითვალისწინე. ეს ჩემი უკანასკნელი ჟესტია შენთვის. ამით წერტილი დაესმება. ახლა რადგან მეგობრებთან ერთად სადილს აპირებ, ზეინებს უნდა რომ დაგემშვიდობოთ გამგზავრების წინ. ამიტომ უფლება მივეცი აქ მოსულიყო. გამგზავრების წინ? სად? ამერიკაში ბრუნდება. ვისი გადაწყვეტილება? ოჯახის გადაწყვეტილება, ის რაც თვითონ უკვე მიიღო. ზეინები აქ მოვა, დაგემშვიდობება, შემდეგ კი შოთა აეროპორტში წაიყვანს. საუბარი არ გაგიგრძელდეთ, თორემ თვითმფრინავზე დააგვიანდება. გაითვალისწინე. დასხედით. ძმაო. რა მოხდა ჰალილ? დასახე გაქვს. ზეინები ამერიკაში მიფრინავს. მართლა? რატო? არ ვიცი. აქ მოვა და დაგვემშვიდობება. რომელთა ჩემო საიდან მოიფიქრეს. მხოლოდ ერთი ახსნა აქვს. თავისუფლების ფასი განდევნა. Sen dedin. შენ მითხარი Annen რომ dinledi. დედას დავუჯერო. Sonuç bu. ბოლო კი ასეთია. ალბათ იძულებული იყო მსგავსი გადაწყვეტილება მიეღო. სხვა რა გქონდა. იძულებული ამას შეეგუოს იმისთვის, რომ არაფერი დაგიშავდეს. İşte boyun შეგვებული არ ჩანდა. გული ამიტომ Benim de მტკივა. üzüldüğüm şey bu zaten. ყველა Herkes ისი benden გამიაყურებოდა vazgeçmiş თითქოს gibi. ჩემზე უარ ითქვეს. ნუ თუ ასეთი რამ შესაძლებელია საყვარელო. არ ვიცი. Dün sizi öyle უშინ როცა görünce თქვენ გიყურებდით, შემშურდა. bir özendim. ვიფიქრე რომ შეიძლებოდა Benim de sıcak bir მსგავსი ailem olur mu მეგობრული diye ოჯახი düşündüm. მეც მოყოლოდა. Tam bunu konuşurken როცა bana ამაზე საუბარი gitmemeleri biraz დავიწყე, canımı პასუხად acıttı მივიღე yani. აქედან წადი. ზეინებ, ნუ წახვალ თუ არ გინდა. რა უნდა თქვა რომ დავრჩე ხალილ იბრაჰიმ. Zeynep Leto olarak უფლებას არ artık მომცემენ benim აქ burada ვიცხოვრო barındırmazlar. როგორც ზეინებ ლედო. Kalırsam თუ faturası ağır დავრჩები, olur. გამისწორდებიან. იქნებ გვარი შეიცვალო. თუ Benimle ცოლად evlenirsen მომიყვან olur. შეიძლება. ვერ გავიგე? Yani Tu- sen Şimdi benimle Zeynep evlenirsen kimse senin karına არაბი git buradan შეუძლია შენ diyemez. სულ აქედან წასვლა მოსთხოვოს.
მაგრამ მე თვე რა თქმა უნდა არ სადამ მაქვს ბოლებში უფლება სისტემა. მსგავსი რამ გთხოვო. გემრიელად მიირთვით. მიირთვით. გემრიელად მიირთვით. შოთა, შვილო შენს დაჯექი. ზუსტად მოგვისწარი. რაკენი? ზეინები აეროპორტში წაიყვანე? არა, ვერ შევძელი. რას ნიშნავს ვერ შეძელი? როგორც იცით, ფიქრეთ ბეის ადგილზე იყო. მერე რაც მოხდა. რა მოხდა, შვილო, გითხარი, პირდაპირ თქვი, გამოცანებით ნუ ლაპარაკო. გითხარი. ჰალილ იბრაჰიმა შესთავაზა ზეინებს ცოლად გახოლოდა. რა? ზეინებ ჰანიმი კი დათანხმდა. შემდეგ ერთმანეთს ხელი ჩაკიდეს, მანქანაში ჩასხდნენ და წავიდნენ. რა შეთავაზება, რომელი ჰალილ იბრაჰიმი, რას ამბობ? ფიქრეთ, რას ამბობს? რისვან. შეგიძლია მომაწოდო. ინებე. თეფშები მომაწოდე. აი, გემრიელად მიირთვით. მოდი შვილო. თურან, უკვე მოხვედით? მოვედით. რამე მოგიმზადოთ გშიათ? არა, გმადლობ. ჯამალს ეთქი. კართან გადით. თქვენ კი თუ სადილი დაასრულეთ, წამოდით, სასაუბრო გვაქვს. მშვიდობა? ასე ვთქვათ, მოულოდნელი სიკეთეა ბიძია. წამოდით. თქვენი მარჯვენა დაილოცო, შეგერგოთ. შეგერგოთ. იქნებ ჯობია მამა მუზაფერს და დედა ფატმას მოგვიანებით ვუთხრათ. რამდენად მოგვიანებით? რამდენი ხანი შეიძლება სახლში სტუმრად იყო? შემოდით. უკვე ყველას უთხარი? ოსმან, თვითონ აქ არის, მე რატომ უნდა მეთქვა? ზეინებ, გვეგონა მიფრინავდი. არ გავფრინდი. თვით მფრინავზე დააგვიანე? არა. გადავიფიქრე. სასიკეთოდ, შვილო. სასიკეთოდ, მამა მუზაფერ. მე და ზეინებმა გადავწყვიტეთ დავქორწინდეთ. ვერ გავიგე. ზეინებს ოჯახმა უთხრა, რომ სანამ მისი გვარი ლეტოა, აქ ცხოვრების უფლებას არ მისცემენ. შურის ძიებას ეცდებიან. ჩემი გული მსგავს რამეს ვერ დაუშვებდა. ჩვენთან იცხოვრე, დარჩი.
თუ შენი გვარი ქარასუ იქნება, ვერავინ გაბედავს რამე დაგიშაოს და გითხრას აქედან გაფრინდიო. არ მეგონა ჩემი დარჩენა ასე თუ გეწყინებოდათ. არა შვილო, არ გწყენია პირიქით გაგვიხარდა. მაგრამ ძალიან გაგვაოცეთ. მართლა. ქორწინებაზე არაფერს ვამბობთ. ისიც კი არ ვიცოდით რომ თქვენ შორის რამე ხდებოდა. არაფერი ხდება. მეგობრები ვართ. ეს გადაწყვეტილება მხოლოდ იმიტომ მივიღეთ რომ უსამართლოდ მომექცნენ. ზეინები ჩვენს გამო თავისი ოჯახის წინააღმდეგ წავიდა. მე კი ჩვენი ოჯახის ნაწილად ვაქციე. ფიქრეთ, როგორ დაუშვი ზეინებს იმ კაცთან ერთად ესადილა. მამა უნდა და მეგობრებს დამშვიდობებოდა. ამას ვერც წარმოვიდგენდი. თუ დაუშლიდი ჩემგან ფარულად, მაინც შეხვდებოდა, ხომ ვიცი არა? ხალხს რა უნდა ვუთხრათ? შეგიძლია უთხრა აიშე, რომ ამ ოჯახში ზურგს უკან გეგმებს მხოლოდ შენ არ აწყობდი. ვიტყვი ფიქრეთ. შენ რა სიტყვი? ვისზე? ზეინებზე. ეგ ვინ არის? რას ნიშნავს ეგ ვინ არის? ზეინები აღარ არსებობს დედა. გასაგებად უთხარი, მომკალი და ამით ყველაფერს დაამთავრებ მეთქი. არ მეგონა თუ დანას ზურგში ჩამარტყამდა. ამიტომ ამიერიდან ასეთი და აღარ მყავს. ძმაო, ასე როგორ შეიძლება? ჩვენი და შეიძლება. ამ საკითხში ვინმეს მოსაზრება არ მჭირდება. წადი. წამოდი. რიзвან ბეი. შენც ისე ფიქრობ როგორც შენი ვაჟი? მეც ისევ ვფიქრობ როგორც ჩემი ვაჟი. მაგრამ ის ძმა მე კი მამა. და? ყველა მამას უნდა რომ მისი შვილი ბედნიერი იყოს. იმის თქმა გინდა რომ ძალიან გაბრაზებული არ ხარ? გაბრაზებული არ ვარ, ნადიმე. ძალიან იმედგაცრუებული ვარ. მართალი ხარ რიзвან ბეი. მაგრამ ამბობდი რომ წინააღმდეგი არ იყავი. ასე არ არა თქმა უნდა. მაგრამ ხომ თქვი რომ შესაძლებელია ჩვენი სიძე იყოს. მე ვთქვი რომ ამ კაცის ჩვენს მტრად ყოფნა ჯობია სიძე იყოს მეთქი. ჰალილ იბრაჰიმი კი ჩვენი მტერიც გახდა და სიძეც. შეგიძლიათ მითხრათ, ერთ ოჯახში იცხოვრებთ? რა თქმა უნდა არა. კარგია. ზეინებ, ჩემს მეზობელ ოთახში იცხოვრებ. ხამით კარის ჭრაჭუნს თუ გავიგონებ, გეფიცები. ჰალილ იბრაჰიმს მოვკლავ. თქვენი ნებართვით წავალ ყველა კარს დავზეთავ. ღმერთმა დაგვიფაროს ჭრაჭუნის ხმა გაიგონოს ვინმეს მოკლავს. ეს არაფერში გჭირდება. ასე რომ წავალ. დროებით. ბიძია? გისმენ? უხუცესებს შეუძლიათ ქორწინება გააფორმონ. დიახ, შეუძლიათ. ხვალ ვინმე გამოგვიძებნე. კარგი. ზეინებ. სემას ასეთი რეაქცია შენზე კი არა, ჰალილ იბრაჰიმზე ჰქონდა. რატომ ოსმან? რატომ? იესემინის ახლო მეგობარია. და ამასთან შეგუება ძალიან გაუჭირდა. არა, ჩემი აზრით ასე არა. სემა იმიტომ ჩხუბობს, რომ თურანს ჯერ კიდევ ვერ გახვაცოლა. შენ კი მეორედ დაქორწინდი. თვალი არ ეცეთ თურან. ვიტყოდი ქალებს თაფლივით იზიდავს, მაგრამ რომელი თაფლივით?
ველურია. ადექი მარტო დავტოვოთ ისაუბრონ. ხვალ ეს ამბავი ყველას ეწოდინება. ეს მხოლოდ გოგოს დასამშვიდებლად თქვი. ჯერ საკუთარი თავი დაამშვიდე ოსმან. წამოდი. ხალილ იბრაჰიმ, შენს გადაწყვეტილებას თუ ნანობ, შეგიძლია უარი თქვა? ყველაზე ახლობელ ადამიანებსაც კი მკვეთრი რეაქცია ჰქონდათ. ზეინებ, ადამიანები ცდილობენ გაგვიგონ. უარის თქმა საჭირო არ არის. აქ არიან ადამიანები, რომლებიც მართლა ძალიან მიყვარს. ყველა ერთად და სათითაოდ. არ მინდა ვინმეს განწყობა გავუფუჭო. შეგიძლია დარწმუნებული იყო, მათაც უყვარხარ. და კიდევ უფრო მეტად შეგიყვარებენ, როცა შენთან მეტ დროს გაატარებენ. ამაში დარწმუნებული ვარ. არ დაიჯერე ფედანურ. რას? ჩემი და ხალილ იბრაჰიმს მიყვება ცოლად. რა? ვერ გავიგე? მამამ უთხრა, რომ რადგან ლეტოს გვარს ატარებ, ამერიკაში გაფრინდიო. აქ ცხოვრებას ვერ შეძლებო. ხალილ იბრაჰიმმა კი ცოლობას თხოვა. ზეინებმა რა უთხრა? დათანხმდა და საცხოვრებლად ხალილ იბრაჰიმთან გადავიდა. ასე ძალიან რატომ გიხარია? თუ ჩემ მადამ შეძლო მასთან იცხოვროს, ვინც უყვარს, იქნებ მე შევძლო. ოჰ, ლეილა. რა თქმა უნდა, ერთი მამა ყავთ, მაგრამ დედები ძალიან განსხვავებული. რა გჯერს? ასე უმოქმედო დიჯექი მაშინაც, როცა თქვეს, რომ ამერიკაში გაგზავნიდნენ. რა გაქრა, ცოლი? დეიდა. შენს ყველაზე მწუხარე დღეს ასე ვიქცეოდი? რომელი მწუხარე დღე? დღეს ჩემი ყველაზე მწუხარე დღეა. იმ ხალილ იბრაჰიმმა ყველაფერი გააკეთა და ისარგებლა იმით, რომ ზეინები ჩემზე გაბრაზებულია. მანის გეტყოდი მაგ სიტყვებისთვის ღმერთმა დაგსაჯოს მეთქი, მაგრამ დასასჯელი რაღა დარჩა. უკვე დაგსაჯა, მეც რაღაც ისამ. რა უქენი, ბავშვობაში ჰაერში ორჯერ ააგდე და მხოლოდ ერთხელ დაიჭირე? რას ნიშნავს ჩვენს მტერზე ქორწინება? ძმა ლევენტ, გეფიცები, ეს საქმე უნდა გამოასწორო. თამერ, ჩემ შულს ამას ნუ ეუბნები. რატომ უნდა ჩაერიოს? ძმა ყავს, მამა, და ეს სირცხვილი მაგათ ჩამოირეცხონ. თამერი მართალს ამბობს. უნდა მოვაგვარო, მაგრამ ჯერ უნდა გავიგო, ქორწილი ექნებათ თუ არა. და მოვიფიქრებ, როგორ მოვიტაცო. ყველაფერს დავგეგმავ. ლევენტ, ეს თემა ჩვენ აღარ გვეხება. ეს ახლა რიзвანის საქმეა. ძმაო, ეგ რიзвანი არაფერს იტყვის. უნდა რომ მისი შვილი ხალილ იბრაჰიმს გაყვეს ცოლად. ზეინები ბედნიერი იქნება. ხალილ იბრაჰიმიც აღარ გადაემტერება. თუ მაგ გველს თქვენზე არ დაგეშავს, მაშინ მე ასე არ ვყოფილ ვარ. მამა თუ არა ძმა ფიქრეთი მოიმოქმედებს რამეს, ნუ აზვიადებ, კარგი? ფიქრეთი შენი ძმა როდიდან გახდა? შენი ძმა მოკვდა. ჩემი თარიქი მოკვდა. ეს შენი დაცხომ შენი ძმის მკლავებში გაიქცა. დეიდა, ნუ აზვიადებ, მკლავები. ჯერ არაფერი მომხდარა. რამე მოხდა თუ არა არ ვიცი, მაგრამ აქ მოხდება. ძმა ონესიმ, დროა იავუს და ლეილას თითზე ბეჭდები გავუკეთოთ. დედა არ მინდა, ხომ გითხარი? შენ არ გელაპარაკები, გაჩუმდი. უფროს ადამიანს ველაპარაკები. ძმა ონესიმ, რას ფიქრობ? ჩემი აზრით რიзвანისთვის დღეს ამის თქმა არასწორი იქნება ასე. ძალიან სწორიც იქნება. და იმ გოგონას სირცხვილს მხოლოდ ასე თუ გადაფარავს.
მამა მუზაფერ, დედა ფატმა, სად მიდიხართ? ჩვენ სახლში ვბრუნდებით ზეინებ. უნდა ვილაპარაკოთ, გთხოვთ? მთელი ღამე არ მძინებია. თქვენთვის სათქმელი ნამდვილად მაქვს. კარგი, ვილაპარაკოთ. შემოდით, გთხოვთ? წამოდი, ფათმა. ახლა მოვაწესრიგებ. ვიცი, რომ ძალიან რთულ მდგომარეობაში ჩაგაყენეთ. და ბოდიშს გიხდით. თქვენი წყენინება არ მინდოდა. მაშინ რა გინდოდა ზეინებ? დედა ფატმა, ნახე რომ აქ ცხოვრობთ. მყუდრო სახლი გაქვთ. ერთმანეთი ძალიან გიყვართ. ვიფიქრე შემეძლო ამ სიყვარულის ნაწილი მეც გამختარიყავი. ოჯახი ისედაც გყავს. ხო, მყავს. ყავს ოჯახი, რომელიც მსხვერპლად მწირავს, როგორც კი ამის შესაძლებლობა მიეცემათ. აქ ერთმანეთის გამო ცხოვრობთ. იქ არაფერი დარჩა ისეთი, რის გამოც ვცხოვრობდი და ამიტომ თქვენთან მოვედი. ზეინებ შვილო, შენთან პრობლემა არ გვაქვს, მაგრამ შვილი ახლახანს დავკარგეთ. ამას ჯერ კიდევ ვერ შევეგუეთ. ის რომ ჰალილ იბრაჰიმთან ერთად ოჯახს შექმნი ცოტა რთული მისაღებია როგორც ფატმასთვის, ასევე ჩემთვის. ძალიან რთული მისაღებია. მე არ ვცდილობ ოჯახი შევქმნა ჰალილ იბრაჰიმთან. მე ვცდილობ ოჯახი შევქმნა ყველა თქვენთაგანთან. დედა ფატმა, რა თქმა უნდა, შვილს ვერ შეგიცვლით. ვერ შევძლებ ჰალილ იბრაჰიმი მიყვარდეს ისე, როგორც იასემინს უყვარდა და ვერც თვითონ შემიყვარებს. მაგრამ ძალიან დიდი გული გაქვთ. და თუ თქვენს ქალიშვილად ჩამთვლით, მეც ჩემს მშობლებად მიგიღებთ. ზეინებ, ამას ახლა ამბობ. ჩემი ქალიშვილის თვალებშიც იგივეს ვხედავდი, რასაც ჩემს თვალებში ვხედავ. საყვარელი ადამიანის გამო სიკვდილზეც კი წავიდა. ამიტომ ნება მოგვიცი წავიდეთ, შვილო. არა, აქედან თუ ვინმე უნდა წავიდეს, ჰალილ იბრაჰიმს დაველაპარაკები და მეწავალ. შვილო, იქნებ შენთან დაკავშირებით იმედი ჰალილ იბრაჰიმსაც აქვს. მოერიდება, პასუხს ვერ გვეტყვის. ამიტომ უფრო სწორი იქნება თუ ჩვენ წავალთ. წავედით, ფატმა, წავედით. გთხოვთ? ვერ შევძლებ თვალებში შევხედო ჰალილ იბრაჰიმს, რომელმაც ჩათვალა, რომ ჩემს ნაცვლად თქვენ უნდა წახვიდეთ. ძალიან გთხოვთ, შანსი მოგვეცით. და თუ დავინახავ, რომ გაწუხებთ, თვითონ წავალ. უთქმელად. გთხოვთ. რა სიტყვი, ფატმა? არც ახალგაზრდებს ვადგენთ გულს. ხო, დეიდა ფატმა. კარგი, იყოს როგორც ამბობ. და ეს შენ მაინც იყო ბედნიერი. რადგან ორი ყავა მოიტანე, ალბათ ჩვენ საუბარზე ბევრი იფიქრე. ასეა? ვიფიქრე? რა გადაწყვიტე? ძალიან მწარია, გამომართვი. თქვენს ვაჟს ცოლად გავყვები ასია ხანიმ. გონივრული აზრია, ვერაფერს ვიტყვი. მაგრამ არის საკითხები, რაშიც დარწმუნებული უნდა ვიყო. კიდევ რაში უნდა იყო დარწმუნებული? გარანტია მოგეცით. გითხარით, რომ თითის აწევაც არ მოგიწევთ.
გითხარი რომ ედანურლედო გახდები, ჩვენს გვარს მიიღებ. ეს ყველაფერი მოვისმინე. გავიგე და თანხმობაც გითხარით. მაგრამ ამ საკითხზე თამერსაც უნდა დავილაპარაკო. იმისთვის რომ მე არ დაიწყოს, ეს მისი კი არა, დედამისის სიტყვებია და არ უარყოს. ძალიან ჭკვიანი ხარ. მართალს ამბობ. კაცები საშიშები არიან. ამბობენ ჰალილ იბრაჰიმი ზეინებს ეკორწინდება. ჩემი თამერი ასეთი არ არის. ძალიან კარგი ბიჭია. მაგრამ დაელაპარაკე. ხო, დაელაპარაკე. ძალიან ძლიერი გამოქსვლია. კარგად მომისმინე გოგონი. თუ ფიქრობ რომ გაიქცევი და იმ ზეინების იმედი გაქვს რომელსაც შენს დადთვლი, ამის გაკეთება არ გაბედო. გაითვალისწინე, ფიქრეთს არ ვგავარ და არც გაპატიებ ლეილა, გესმის? ეს არც არასდროს მახელვებდა მაპატიებ თუ არა. შენი ძმა იევუსი ძალიან გიყვარს. რა მნიშვნელობა აქვს? რა მნიშვნელობა აქვს მე მიყვარს თუ არა? მაგრამ შენ შეიყვარებ ლეილა, გასაგებია? თამერ მისაღებში გადი. ედანორ შენთან დალაპარაკება უნდა. ედანორ ჩემთან სალაპარაკო რა აქვს დედა? მის მინეურივეს გაფრთხილებთ. თუ იმას არ გააკეთებთ, რასაც მე გეტყვით, ინანებთ რომ საერთოდ გაჩნდით. როგორც შევთანხმდით. წადი. შემომხედე. უფლებას არ მოგცემ შენს დას დაემსგავსო. იმ გზით წახვალ, რომელიც მე გითხარი. და სხვა არჩევანი არ გაქვს. ადექი, ჩაი გამიკეთე. ადექი, ადექი. ძლიერი ჩაი გამიკეთე. ჩემთან დალაპარაკება გინდოდა? როგორ ჩანს ვიქორწინებთ? ო, ასეა. რამდენიმე სურვილი მაქვს. დედამ გითხრა? არ მოგეკარები, ამას გულისხმობ? დიახ. ბავშვის დაბადებამდე ნამდვილად ასე იქნება, მაგრამ მინდა სხვა საკითხზეც ვილაპარაკოთ. რაზე? გაკვირდები მას შემდეგ, რაც ამ სახლში მოვედი. თვალს გადევნებ. ჩემი აზრით, სხვებისგან განსხვავდები. ო, ასეთი ვარ, მაგრამ შენ რას გულისხმობ? მამაცი ხარ თამერ. არავის ინდობ. იმის თქმა მინდა რომ რამდენადაც უკვე მივხვდი, თქვენი ოჯახის ყველა მამაკაცი იმას აკეთებს, რასაც ქალები ეუბნებიან. ჩემი ქმარიც ასეთი იყო. სამწუხაროდ. დედიკოს სიტყვაზე დადიოდა. ნებართვას თხოვდა. იმას აკეთებდა, რასაც მამა ეტყოდა. აირისი თქმა მინდა. თამერ. მინდა რომ ჩვენი ქორწინება ნამდვილი იყოს. რა თქმა უნდა არის საკითხები, რომელიც უნდა იცოდე. ნამდვილი მამაკაცი მჭირდება. და არა დედიკოს ბატკანი. არ ვიცი ასეთი ხარ თუ არა. და ამიტომ მინდოდა პირდაპირ მეკითხა. კარგად შემომხედე. დედიკოს ბატკანს ვგავარ? ზუსტად. მართალი ხარ. ზუსტად ამით განსხვავდები. დანარჩენებს საერთოდ არ გავხარ. რა თქმა უნდა, კარგად არ გიცნობ. მინდა გაგიცნო, თუ ნებას მომცემ. რა სიტყვი? შენთან დაკავშირებით მეც სხვა მოსაზრების ვიყავი. მართალი გითხრა, შენი ეს დამოკიდებულება მომეწონა და გაუცებულიც კი ვარ. ყოველთვის მეგონა, რომ მხოლოდ ჩემი გვარი გჭირდებოდა. მოდი შევთანხმდეთ, კარგი? შენი გვარი მე კი არა. ამ ბავშვს სჭირდება. თუ ფულს გულისხმობ, არც ეგ მადარდებს. მაგრამ რადგან დავქორწინდებით, მინდა რომ ძლიერი მამაკაცი იყო.
მე კი ვიქნები ქალი, რომელიც ამ ძლიერი მამაკაცის გვერდით დგას. მხოლოდ ერთი მიზეზი არსებობს ეს ნიშნობა დღეს რატომ უნდა ჩატარდეს. შენი რეპუტაცია რიзвან. რომელი ქალიშვილი გაიქცა, რომელი დაინიშნა, ვიფიქრე, ხალხი ვერ მიხვდება მეთქი. თორემ შენი ქალიშვილის და დურსუნის ვაჟის ნიშნობით მე რა სარგებელი უნდა მქონდეს. ესე იგი, შენი და ლევენთის რეპუტაციას არ ეხება მამანეს იმასია? ვიფიქრეთ ამ საკითხს შენ მოაგვარებდი. რაც არ უნდა იყოს და შენი დავალდებული იყავი, მაგრამ ჩვენს წინააღმდეგ წახვედი და გითხარი. ხელი არავინ დააკაროსო. მოქმედების საშუალება არ მოგვეცი, შემდეგ კი შენი და ჩვენს მტერთან გაიქცა. თან მეორედ. ეს არ დაგავიწყდეს. ასეთი და აღარ მყავს. მაგრამ არის თუ არა ქორწინება? არის. ზეინები გაიქცევა, რა თქმა უნდა გაიქცევა. გაიქცევა მესამედ, მეხუთედ, იმიტომ რომ მის გვერდით მამაკაცი არ დგას. გაჩუმდი. ეგ მამაკაცი შენ ხომ არ ხარ? ჯერ ლეილა წაიყვანე და მე რეილაპარაკე. ჩვენი გოგონა უკვე წავიყვანეთ. იმ ადამიანსაც კი, ვინც ჩვენს გოგოს თვალი დაადგა, ისე მოვეკაცით, როგორც საჭირო იყო. ამიტომ ჩვენი სიტუაცია თქვენ საშინ უგერევათ. შენმა ქალიშვილმა ზეინებმა ის გააკეთა, რაც უნდოდა, ამიერიდან ისე ვუყურებ, როგორც ქვრივს. იმიტომ რომ მეგარამზადა ჰალილ იბრაჰიმი დღეს თუ არა ხვალ მოკვდება. ხო მართლა, კიდევ რას გეტყვით? თუ ვინმე გვიღალატებს, პროცენტებთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ ვილაპარაკებთ. ახლა ნათესავები ვართ. ფასდაკლება გაგიკეთეთ. მაგრამ ამის გაგონება აღარ მინდა. ბიძია დურსუნი შენზე ლაპარაკობს. ფიკო. მან, ვინც ჩემზე ლაპარაკობს, ჩემი სრული სახელით მომმართოს. მაგრამ იმას, ვისაც უნდა რომ ენა მოვაცალო, შეუძლია მომმართოს ჩემი სახელის შემოკლებული ფორმით. გასაგებია, ლევო? გასაგებია. ძმაო, შენთან ნორმალურად დალაპარაკებაც არ შეიძლება. არც ვაპირებ. შენთან ერთად არაფრის გაკეთებას არ ვაპირებ. თუ იმ საკითხს დაუბრუნდებით, რაც ახლა ხან თქვი, ბიძია დურსუნ. კარგი. მართალია რომ ცდილობ ჰალილ იბრაჰიმთან შეთანხმება მივაღწიო ყველა იმ ადამიანის საკეთილდღეოდ, ვინც ამ მაგიდასთან ზის, მაგრამ აი რას გეტყვით. ამიერიდან მაგ კაც არანაირ პროცენტს აღარ მივცემ. როგორც ხედავ, წაიღო მამა ნესიმის მილიონები. წაიღო მთელი შენი ტვირთი საწყობიდან. მამას კი ქალიშვილი წაართვა. როგორც ჩანს, მამა შენი ამით დიდად არ შეწუხებულა. თითქოს უნდა გვითხრას, ჰალილ იბრაჰიმი ამიერიდან ჩემი სიძეა, მასთან კომპრომისზე წავალ, დანარჩენზე თქვენი ფიქრეთო. ჰალილ იბრაჰიმმა ორი შვილი წამართვა. ამის შემდეგ როგორ ფიქრობ, რომ კომპრომისზე წავალ? მომისმინეთ, ყველამ, ვინც ამ მაგიდასთან ზის, უნდა იცოდეს, რომ ჩემი მტრები ჯერ ცაში ამყავს, მერე კი მიწაში ღრმად ვმარხავ. რა იყო თამერ, სახლში რამე მოხდა? არა? შეკრება იყო და მეც მოვედი. თამერ, ეს შეკრება საშენო არ არის, ძმაო. შენი ვაჟი ვარ თუ არა, მამა? მითხარი, რომ ამის მიხედვით ვიმოქმედო. რა თქმა უნდა, ჩემი ვაჟი ხარ. კარგი. მაშინ შენი ნებართვით თათბირებს მეც დავესწრები. აღარ მინდა მომხდარის შესახებ ქალებიდან ვიგებდე. რომელი ქალებიდან? სად არიან ქალები? ქალები კიდევ დარჩნენ, თამირ? ზეინები გაიქცა, ლეილას ევუზზე ათხოვებენ.
ჩემ დასრად შეეხება ეგ საერთოდ გაგიჟდა. არ ვიცი რა გაინტერესებს, რა უნდა გაიგო. რას გვეკითხები? ადექი მიდი, ადექი. არსად წასვლას არ ვაპირებ. ჰალილ იბრაჰიმი ლევენთის ქორწილში თავს დაგვესხა. თავარია ახლა ლევენთის ნიშნობაზეც იგივე არ გააკეთოს. ნიშნობასაც შედგება. ჩემი აზრით უკეთესია ცერემონია დავუთთან მოვაწყოთ. ღმერთმა ხნას თამი, ღმერთმა ხნას მოვიდეს, ვაჩვენებ ჩვენზე თავდასხმა როგორ უნდა. ამას ვისეუბნები. კიდევ რამე თქმა გინდა? ადამიანი ტყვია მფრქვევით მოვიდა. ვინ რა გააკეთეთ? ყველა მაგიდის ქვეშ იმალებოდით. ტყვია მფრქვევით გესმით? და თან იმ ტყვია მფრქვევით, რომელიც თქვენ მოგპარათ. კარგი, საკმარისია, საკმარისია. ჩემი აზრით თამერი მართალს ამბობს. ნიშნობა დავუთის კაფეში ჩავატაროთ. ჩვენთვის მისაღებია. აი ასე. რას აკეთებ ძმებო? წავედით ძმაო, წავედით. შენ გელოდით. რა მოხდა? ჰალილ იბრაჰიმ. ძმაო. მითხარი ეს ქორწინება მხოლოდ ფურცლებზე შედგება? რატომ მეკითხები ძმაო? ჩვენ შორის ვისაუბრეთ, ზეინები ყველას ძალიან გვიყვარს. იმის თქმა გვინდა რომ თუ მის მიმართ გრძნობები გაქვს, თქვენი ამბავი ძალიან გვიხარია ძმაო. სემას ვუსაყვედურე. კარგი, ესემინის ადგილზე სხვა, მაგრამ ზეინების ადგილიც სულ სხვაა ძმაო. იმის თქმა გვინდა რომ ზეინები მამაცი გოგოა ჰალილ იბრაჰიმ. რადგან ცოლი მოყავს გარიგებით ნუ დაქორწინები ზეინების მსგავს გოგოს ვერსად ნახავ. ძმებო, მე არავის ვეძებ. ღმერთია მოწმე ოსმან. შენ თუ დაგკარგავ შენისთან ადამიანის ძებნას არ დავიწყებ. არც ისეთის როგორიც თემელიან, როგორიც თურანია. იმიტომ რომ ერთი ადამიანის ადგილს მეორე ვერასდროს დაიკავებს. ჩემში ზეინებსაც განცალკევებული ადგილი უჭირავს. და მინდა ეს იცოდეთ. ჰალილ იბრაჰიმ. ნედიმენ ლეტო მოვიდა, შენი ნახვა უნდა. ისი სიდედრი მოვიდა, ჯემალ. უნდა შემოგეყვანა, მიდი. წავედით. კეთილი იყოს თქვენი ფეხი. გმადლობ. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გმადლობ. ბავშვები ზეინებთან წაიყვანეთ ილაპარაკონ. მე და შენ კი ცალკე უნდა ვილაპარაკოთ. სიამოვნებით, წამობრძანდით. შეგიძლიათ აქ დაბრძანდეთ. გმადლობ. რას ინებებთ? გმადლობ, ნუ შეწუხდები. როცა პატარები იყავით, ზეინები შენზე გამუდმებით მელაპარაკებოდა. მიყვებოდა სკოლაში როგორ ჩხუბობდით. დედა, ჰალილ იბრაჰიმს თავი გავუტეხე. დედა, ჰალილ იბრაჰიმმა თმები მომკაჩა. დედა, ჰალილ იბრაჰიმი გამომეკიდა. ხელი მომკიდა და საბოლოოდ დღეს ქორწინდებით. როგორც უკვე აღნიშნეთ, კლასელები ვიყავით. ზეინების გარეშე არ შემეძლო. დედა არ მყავდა და ამიტომ ყველაფერს მამას უყვებოდი. მაფრთხილებდა რომ ლეტოს ოჯახის ქალიშვილისგან თავის შორს დამეჭირა. ამბობდა დღეს თუ თავი გაგიტეხა, ხვალ გულს გაგიტეხსო. გაგიტეხა? არა. რადგან ცდილობ გული ადგინო ქალს, რომელსაც ჩვენთვის არასდროს უწყენინებია და არც გაწყენინებს. გვარის გამო?
ნუ თუ გვარის გამო. ზეინებს არ ვაწყენინებ და არც გულს ვატკენ. კაცებს გონიათ, რომ გულის დგენა მხოლოდ ცემაა? იცი, როდი შეგიძლია გული ადგინო? ის შენზე შეყვარებულია, შენ კი არა. შეყვარებული? ზეინებს უყვარ ხარ, ჰალილ იბრაჰიმ. შენი აზრით ამაზე რატომ წავიდა? ზეინებმა ყველაფერი გააკეთა, იმიტომ რომ უსამართლობას აღუდგეს წინ. გრძნობებთან არანაირი კავშირი არ აქვს. გონი არასწორად გაიგეთ. მართლა? შენზე ყველა ისე ლაპარაკობს, რომ უსამართლობას და სისასტიკეს წინ აღუდგები, მაგრამ ასეთი არ ხარ. ასეთი ვარ. არა. უსამართლობის წინააღმდეგი რომ იყო, ჩემს ქალიშვილზე არ დაქორწინდებოდი. შენ გვერდით დაიტანჯება, რადგან არ გიყვარს და ფუჭი იმედებს აძლევ. მართალი არ ხართ, ნადიმე ჰანიმ. მთელი ცხოვრება იტანდით ადამიანს, რომელიც გტანჯავდათ. ზეინები კი აქ უყვართ და თქვენ? თქვენ? თუ ყველაფერი ისეა, როგორც ამბობ, თუ ზეინები აქ ყველას უყვარს, მაშინ დარჩეს. ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს. დედა? ზეინებ. თქვენი ნებართვით. კარგად ხარ? არ ინერვიულო, დედა, კარგად ვარ. მამამიცის აქ რომ მოხვედი? არა. და არც მნიშვნელობა აქვს. თავარი მხოლოდ ისაა, რომ კარგად ხარ. კარგად ვარ. ამას ვხედავთ. უბრალოდ ვნერვიულობთ. ამის შემდეგ რა იქნება? შემდეგ რა იქნება თვითონაც არ ვიცი. მაგრამ ახლა ძალიან ბედნიერი ვარ. როგორც ამბობდი, დედა. ძალიან. ჩემო საყვარელო, ჩემო გოგონა. შემოდი, რაშიდ, შემოდი. მინდოდა რაღაც მეკითხა, დაჯექი? გისმენთ, რიზვან ბეი. მე ვახშე სახელად იუჯელი, იცი? მსმენია? დიახ, მსმენია. ჰალილ იბრაჰიმმა გათოკა და ყველაფერი წაართვა. მის უკან ვინ დგას? ლაპარაკია დიდ ფულზე. ამბობენ, რომ ჰალილ იბრაჰიმმა ლევენთის აქციები წაართვა, მაგრამ არ ვიცი მე ვახშის უკან ვინ დგას. ნამდვილად არ ვიცი. ამ მხრიდანაც დაარტყეს, არა? ახლა გასაგებია ძალას რატომ მატანს ერთმანეთიც დაუჭამიათ. მეორე სახლში უნდა წავიდე, რაშიდ. მეორე სახლში. არასწორი იქნება თუ მაგ სახლში წამოვალ, რიზვან ბეი. ველოდები ყველაფერს როდის მოაგვარებთ. ყველაფერი დამთავრდა, რაშიდ. კიდევ რა გინდა? ჩემი შვილი მინდა, რიზვან ბეი. დღეს საღამოს ლეილას და ეივუზის ნიშნობა იქნება. ჩემი შვილი საავადმყოფოში მის გამოა. ციხეში კი მამამისის, დურსუნის გამო მოხვდა. რას ამბობ, რაშიდ? პირდაპირ მითხარი.
ჩემი შვილის ნაცვლად ციხეში ვინმე სხვა თუ არ გაგზავნე, ყურადღებას არ მივაქცევ იმას, რომ იავუზი თქვენი სიძე იქნება. ალი ქემალი ჩემს პასუხს ელოდება, რომ ეს საქმე დაასრულოს. პასუხი უნდა გავცე. ანუ ამბობ, რომ შენი შვილი ციხეში ჩაჯდა, საავადმყოფოში მოხვდა. რაშიდ, ორივემ კარგად ვიცით ეს ვისი მიზეზით მოხვდა. ორივემ კარგად ვიცით. ხომ ასეა? მართალი ხართ. ჩემი შვილი თქვენ უნდა დაგესაჯათ, მაგრამ სხვებს არა. რიзвან ბეი, ამიერიდან საუბარია სისხლით მტრობაზე. კარგი, რაშიდ. დურსუნს დაველაპარაკები. ყველაფერს გამოასწორებენ. მოძებნიან ადამიანს, რომელიც ციხეში ჩაჯდება, მაგრამ შენს ბიჭს დაელაპარაკები. თუ ჩემს ქალიშვილს ისევ შეხვდება და გონებას აურევს, ან მის მოტაცებას ეცდება, მაშინ ჩვენ შორის სისხლით მტრობა დაიწყება. გაიგე? გაიგე, რაც გითხარი? იმედია ყველაფერს მიხვდი. ძალიან კარგად გავიგე, რიзвან ბეი. კარგი. მანქანა მომიმზადეთ. ნადიმე ჰანიმი მამაცი ქალია. აი ეს სრულიად განსხვავებული. ამდენ ხანს რატომ დაგაგვიანდა? არც ისე ადვილი იყო იმამის პოვნა, რომელიც მზად არის მოკვდეს. რა ხდება? ბიძია ჰაფუსი მოკლეს. მას მერე რაც ჰალილ იბრაჰიმი დააქორწინა. ამას ამიტომ ამბობს. არა, ეგ წარსულში დარჩა, გაბედონ და სცადონ. კარგი იქნება თვითონ მათ აუხსნა. ყველა საქმე აქვს, როგორც კი ზეინებ ლეტო და ჰალილ იბრაჰიმი ესმით. იმამი იპოვე თუ არა, ბიძია? ვიპოვე. თქვა, რომ მისთვის დიდი პატივია. დიდი მადლობა. ბიძია, უთხარი, რომ ვერავინ ვერაფერს დაუშავებს. თუ რამე მოხდება, მაშინვე ჩემთან მოვიდეს. გადავცემ. წამოდი. ხო მართლა, ჰალილ იბრაჰიმ, მოწმეები ვინ იქნებიან? ბიძია იუსუფი და ბიძია დერვიში ვიფიქრე. ზეინებს უთხარი? არა, არ მithქვამს. ზეინეპი მელაპარაკა და მთხოვა, რომ მისი მოწმე ვიყო. მეც დავთანხმდი. კარგი, მეორე ბიძია დერვიში იქნება. მე არ ვიქნები. რატომ? მამამ მთხოვა მოწმე არასდროს ვიყო, არც კარგის და არც ცუდის. ჰალილ იბრაჰიმ, მე ვიქნები? მე რატომ არა? მე პირველმა შევთავაზე. მორჩით. მოწმე იუსუფი იქნება. ნუ ჭუბობთ. ეს ქორწინება მაინც ფიქტიურია. ჰალილ იბრაჰიმ. ბიძია ქორწინების წინააღმდეგია. ბიძია ყველა უბედურების წინააღმდეგია. ქორწინება კი მისთვის უბედურებაა. ხომ გესმის არა? მადლობ. მოგესალმებით. მადლობ, გილოცავთ. მადლობ, ღმერთმა ჯანმრთელობა არ მოგაკლოთ. დაბრძანდით. წავალ ზეინებს მოვიყვან. ზეინებ. ყველა მზად ვართ, შენ გელოდებით. მოვდივარ. ზეინებ, დამშვიდი, თორემ მიხვდებიან.
გამოვიცვალე, რადგან ვიფიქრე, შეიძლება ფოტოები გადავიღოთ. მნიშვნელოვანი საქმეა, რაც არ უნდა იყოს. შვენივრად გამოიყურები. გმადლობ. ძალიან ნერვიულობ. მიუხედავად იმისა, რომ ქორწინება ნამდვილი არ არის. წესით უნდა მიჩვეულიყავი, უკვე მეორე ქორწინებაა შენთვის. ეგ აღარ გამახსენო. თავარი ამჯერად ლევენტმა არ მოგიტაცოს. შენთან თუ მომიტაცებს, მაშინ ისე გავყვები, არც კი დავფიქრდები. შენს თავს ვერავინ მომტაცებს. არც კი სცადონ. ამ ქორწინებას ფორმალობის რა ეტყობა? ორივე უბედნიერესი ჯანს. გამარჯობა. გამარჯობა, კეთილი იყოს თქვენი მოსვლა. რა მოხდა, მეგობრები არიან? ასეთი მეგობარი რომ მყავდეს, მოვკლავდი. ნუ თუ შემიძლია შენს გარდა ვინმე სხვას გავუღიმა. დერვიშმა მომიტანა ყველა თქვენი დოკუმენტაცია. დიდი მადლობა იუსუფს, რადგან თქვენ შესახებ არსებული ყველა ინფორმაცია მომაწოდა. ის და მისი ვაჟი მოწმეები იქნებიან. თუ მზად ხართ, დავიწყოთ. მზად ვართ. ზეინებ ლეტო. თანახმა ხარ ცოლად გაყვე ჰალილ იბრაჰიმ ქარასუს. თანახმა ვარ. ჰალილ იბრაჰიმ ქარასუ. თანახმა ხართ ცოლად შეირთოთ ზეინებ ლეტო. თანახმა ვარ. თქვენ ამოწმებთ? დიახ. დიახ. ხელი მოაწერეთ. ტელეფონი მომეცი. მომეცი. თქვენც. ცოლ-ქმრად გაცხადებთ. უფალმა დაგლოცოთ. ამინ. ამინ. გილოცავთ. გმადლობთ. ყოჩახ. ტაში დაუკარისემა. უკვე დააქორწინეს და ომერვინ. კერძები მზად არის? მზად არის. თქვენ მაგიდა გამოიტანეთ, მე კი კერძებს გამოვიდან. ერთი წუთით? სამახსოვროდ რამოდენიმე ფოტო გადავიღოთ. გადაგვიღებთ? ძალიან გთხოვთ. რა თქმა უნდა. მოდი სემა, მოდი. მოდი. მაღლები უკან დადექით. დედა ფადმა, მამა მუზაფერ, თქვენც მოდით. მოდი მამა მუზაფერ, მოდი. მოდი. გაიღიმეთ?